პატიმრობაში მყოფი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარეს და აქვს მოძრაობის გაძნელება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, მან სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ თურქი ექიმების შეფასებით სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. თუთბერიძის განმარტებით, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, რის გამოც გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება. ელენეს არავითარი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექნებთან და ოფიცრებთან, თუმცა აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები და პროცედურები სპორადული, არასისტემური, არაეფექტური და უშედეგოა. იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო კვლევები და პასუხები და მკურნალობის გეგმა, თურქი ექიმების შეფასებით სათანადო მკურნალობის გარეშე ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგრესის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მათ გალითად ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები დაახლოებით 2 თვის წინ მიღებისთანავე გადაეცა მეხუთე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს. ამასთან დაახლოებით 2 კვირის წინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით. დღემდე ამ მომართვაზე პასუხიც კი არ მიგვიღია. კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქამდე განვითარებულ და მომავალში მოსალოდნელ მძიმე შედეგებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. რეჟიმის წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე. დღეს ჩვენი მიზანია საზოგადოების ინფორმირება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, აგრეთვე რეჟიმის მხილება, რომელიც უდიერად ექცევა ადამიანების ჯანმრთელობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, როგორც ელენეს შემთხვევაში სხვა პოლიტიკური პატიმრების და ზოგადად პენიტენციურ სისტემაში მყოფი ადამიანების შემთხვევაში. ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური. მათი მტკიცებით, ელენე ხოშტარია ნომერ მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს მათ შორის სამედიცინო სერვისით. პენიტენციურში აცხადებენ, რომ მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას ქრონიკული დაავადებები იწვევს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახიდან ფორმით გაუარესება არ მომხდარა. მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის ცხერხემლის და ზურგის ტვინის კვლევა. ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან ან დამატებით გამოკვლევასთან დაკავშირებით. მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია ჩანიშნულია დღეს 2026 წლის 17 ივნის, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებულს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამოუხატავს. მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ნებისმიერი ბრალდებულის მსჯავრდებულის ადვოკატი შეუფერხებლად ხვდება როგორც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ისე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს. აქვე სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას დამატებით შეხვედრასთან დაკავშირებით. მოგვიანებით პენიტენციური სამსახურის განცხადებას პარტია დროა გამოეხმაურა და დაწერა, რომ პაატა სალიას უწყებამ განცხადებით თავადვე აღიარა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. პარტიის თანახმად ტყუილია, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებაზე, რომლითაც ის მკურნალობის გეგმასა და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდა, პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე რეაგირება მოახდინა. მათივე განცხადებით ციცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე სახიდან ფორმით არ გაუარესებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო კოალიციას ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს 1 წელი და 6 თვე 25 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა ელენე ხოშტარიას სხვისინივთის დაზიანებას ედავებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით ხოშტარიამ დააზიანა 3 საარჩევნო ბანერი, ზიანმა კი 570 ლარი შეადგინა. პოლიტიკოსმა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა რუსული ოცნება 2025 წლის 14 სექტემბერს გააკეთა, რითაც სტუდენტ მეგიდია სამინძეს სოლიდარობა გამოუცხადა. მოსამართლე არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიამ პენიტენციური დაწესებულება 2027 წლის მარტში უნდა დატოვოს.